ყველა ეს გარემოება ჩვენ გვიქმნის იმის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ასეთი განჩინება უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს და პროკურატურამ ძალიან მაღალი ალბათობით საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით, მათ შორის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებების ჩადენით, განახორციელა აღნიშნული ფარული ვიდეო ჩანაწერის გაკეთება. აქვე გასარკვევია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ასეთი ჩანაწერის, ასეთი ჩაწერის საშუალების, როგორც ნივთის შეტანა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში და თუ ბატონ პროკურორს არ ქონდა სასამართლოს განჩინება და ისე შევიდა ამ მოწყობილებით სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, მასინ გასარკვევია როგორ მოხდა ეს, რამდენად შეასრულეს სასჯელ აღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულება და შეამოწმეს თუ არა პროკურორის შესვლის მომენტში და შესაძლებელია სწორედაც სასჯელ აღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა ქმედებაშიც იყოს დანაშაულის ნიშნები, ანუ ამ საქმეს გვჭირდება ახლა მრავალმხრივ გამოძიება. თუ ეს იყო მტკიცებულება და მოპოვებული იყო იმ საქმესთან მიმართებაში, რომელიც გუშინ გაიმართა სასამართლოში და განიმართა წინა სასამართლოს ხდომა, მაშინ ეს მტკიცებულებები გაცვლილი უნდა ყოფილიყო პირველი შემთხვევა, როცა დაცვის მხარე მოითხოვ და დაუყოვნებლივ. ეს ჩანაწერი არის მანამდე გაკეთებული, სანამ ბატონი მამუკა გამოვიდა ციხიდან, ანუ 1 ივლისამდე, ასე რომ მანამდე უნდა ყოფილიყო გაცვლილი ეს ინფორმაცია. თუ არ იყო მაშინ გაცვლილი, მაშინ ყველაზე უგვიანესი, როცა შეიძლება ამ ინფორმაციის გადაცემა, ეს შეიძლება ყოფილიყო წინა სასამართლოს ხდომამდე 5 დღით ადრე. ანუ ეს უნდა ყოფილიყო დაახლოებით 31 ივლისი 1 აგვისტო.